არსებობს უიშვიათესი შემთხვევები, როდესაც ეთანხმები პირებს, რომლებსაც როგორც წესი არასოდეს ეთანხმები. მაგალითად, პუტინმა ამ დედამიწის ამომგდებმა, სამყაროს ამომგდებმა, ბოროტების სიმბოლომ, განსახიერებამ, უსაზიზღრესა და უსაზიზღრესმა და დედასაიმასქნებელმა კაცმა რომ თქვას, რომ დედამიწის უმაღლესი მწვერვალი არის ჯომოლუნგმა იგივ ევერესტიო და მე ზედ რომ დაამატოს, რომ ზღვის დონიდან ევერესტის სიმაღლე არის 8848 მეტრი, გაგიკვირდებათ და თუ მაინც და მაინც პასუხი უნდა გასცეთ, თუ მაინც და მაინც თქვენი პოზიცია საინტერესოა ვინმესთვის, იტყვით, რომ დიახ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი პუტინი, ეს საზიზღარი დედა საიმასქნებელი კაცი არ ცდება. მართლაც ჯომოლუნგმა ევერესტი არის დედამიწის უმაღლესი მწვერვალი. არსებობს კიდევ ერთი ალბათ 20 საკითხი, 30 საკითხი შესაძლოა, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ დაეთანხმები სწორედ პუტინს. ბიძინა ივანიშვილს დაეთანხმები ალბათ უფრო მეტ საკითხში. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა რო თქვას, რომ ჭორვილა, სოფელი ჭორვილა, არის ზემოიმერეთის საჩხერის რაიონის პატარა სოფელიო, მოგიწევს დათანხმება, იმიტომ რომ ჭორვილა მართლაც ზემოიმერეთშია, მართლაც საჩხერეშია და მართლაც პატარა სოფელია. ან რომ თქვას, რომ მე მაქვს პირობითად 5 მილიარდ 700 მილიონიო თუ 4 მილიარდ 600 მილიონიო. ამაშიც დაეთანხმები ვერ გადაამოწმებს სიმართლე გითხრათ. იმიტომ რომ ღმერთმა უწყის, სადა აქვს გადამალული კიდევ ერთი 4 მილიარდი, კიდევ ერთი 8 მილიარდი აქვს თუ არა საერთოდ, ესეც საინტერესოა ცხადია, მაგრამ თუ დეკლარირებას მოახდენ რომ აქვს სწორედ 4 მილიარდ 600 მილიონი პირობითად და ამ დოკუმენტებს ჩახედავ და იქ აწერია sum total ჯამი 4 მილიარდ 600 მილიონი, იტყვი რომ მართალი ბრძანებაა, ბატონო ივანიშვილო, თქვენ 4 მილიარდ 600 მილიონი გქონიათო. ამას იტყვი. კიდევ არსებობს კიდევ 40-50 საკითხი, მსგავსები ან არამსგავსები, რომლებშიც ბიზნეს და ბიზნეს ფრთებქვეშ გაერთიანებულებს ეთანხმები, დაეთანხმები. უფრო საინტერესოებიც ვიდრე ჭორვილის მდებარეობა სოფლისა, რომელშიც ბიზნა ივანიშვილი გაიზარდა და ჩაირბენდა ხოლმე ალბათ ეს კაცი დინარე, რამდენარეა იქ და ყვირილაში ფეხუცებს, სადაც არ არის მაღალი წყალი ჭორვილაში იქ ჩახყოფდა და ატყლაპუნებდა ხოლმე სავარაუდოდ. კიდევ არის იქ დინარე ასეთი ჯრუჭულაზე ადიოდა თუ არა, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ჯრუჭულა არის ესეთი დინარე იქ. სხვა მდინარეებიც არის, ხორიათულა თუ არ ვცდები. და სხვები და სხვები. ბიზნა ივანიშვილის ადვოკატსაც დაეთანხმები. მე მის ბატონი თემურიკა წიქვაძის სრულ განცხადებას წაგიკითხავთ, მაგრამ საქმის კარს კი მოგიყვებით გიამბობთ. იცით თქვენ რომ დღეს ლონდონის სასამართლოში უნდა განხილულიყო ბიზნა ივანიშვილის საკითხის საბოლოო ინსტანციაა ეს და მოსალოდნელიც იყო ბატონი თემურიკო წიქვაძე სადასტურებდა ამას წინასწარ და უფრო ზუსტი რო ვიყო რომ გაიმარჯვებდა ბიზნა ივანიშვილი ამ ბოლო ინსტანციის სასამართლოში. ასეც მოხდა. გაიმარჯვა ბიზნა ივანიშვილმა უკვე მესამე სასამართლოში თუ არ ვცდები ესე რიგითობით მიჯრით რომ მიუყვეთ რიგითობით და მას წესით ის თანხები რომლებიც ხაზგასმით ვამბობ მე ვეთანხმები ამ ყველაფერში ანუ კი არ ვეკამათები კი არ ვეწინააღმდეგები განსხვავებულ პოზიციას კი არ ვაფიქსირებ არამედ ვეთანხმები თემურიკას წიქვაძეს ბიზნა ბიძო ივანიშვილს ბორია ივანიშვილს მოკლედ ყველას ვინც ამასთან დაკავშირებით რამეს ლაპარაკობს იო ლონდონის სასამართლო მართლაც გადაწყვეტილება მიიღო ბიზნა ივანიშვილის სასარგებლოდ ბიზნამ გაიმარჯვა და თემურიკა წიქვაძეს ირაკლი იგუნა კობახიძეს ან სხვებს და სხვებს ოჯახის წევრებს ასაკვირველია პირველ ყოვლისა და ასე შემდეგ მოსალოს სადა აქვთ საქმე ან პროზუსტი რომ იყო მათ შეუძლიათ რომ მიულოცოთ ბიზნა ივანიშვილს თუმცა წიქვაძე ბატონი ამბობს რომ ეჭვი არ გვეპარებოდა ამაშიო ბიზნა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური მმართველების
ერთი წუთი ამაში არ ვეთანხმებით. მიერ ინსპირირებული ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკელი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტებისა, რაც ეგრეთ წოდებული deep state-ისთვის კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა. პრინციპში ამაში ბატონ თემური მე თქვენ ნაკლებად გეთანხმებით, იმიტომ რომ თუ deep state მართავს ევროპას და მთელ მსოფლიოს, სამყაროს თუ მართავს deep state მისთვის პრინციპულად რთული არ იქნებოდა მათ შორის დაქვემდებარება სასამართლოსი ლონდონში და იმ ლონდონის სასამართლოს შეეძლო მიეღო თქვენი თან ბოლო ინსტანცია რას ლაპარაკობთ გადაწყვეტილება ბატონ ივანიშვილის მამტყუნებელი გადაწყვეტილება, მაგრამ იმიტომ კი არ მიიღო გადაწყვეტილება ბატონ ივანიშვილის სასარგებლოდ, რომ დამოუკიდებელი ინსტანცია ცხადია არის, არამედ იმიტომ, რომ როგორც ჩანს და ღიად გეუბნებით ამას კი არ მაიმუნობ, ხო? თქვენ როგორც ჩანს ბატონ ივანიშვილი როგორც ჩანს ამ პროცესში იყო გაგიკვირდებათ ჩემგან მით უფრო გასაკვირია ეს მართალი. დიახ, მიზინა ივანიშვილმა იმ მრავალწლიან ფინანსურ დავაში, რომელშიც მონაწილეობს ეს კრედიტ სუისი, ხო არ მეშლება ბანკის სახელი, კიდე რაღაც მეორე შვეიცარიული ბანკი და ასე შემდეგ, როცა იყო გაყინული ანგარიშები მისი, როცა წაართვეს იქ არის ერთი თვითმკვლელობის ამბავი, ეს კადრონია ხო ის კაცი, გვარა თქვენს ახსენებთ წინა წერილში შესაძლოა ამაშიც და ასე შემდეგ, აი ბიზინა ივანიშვილს როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ გაასაჩივრებს, ამაზე მაღალი ინსტანცია რამდენიც მიხვდები არ არსებობს და დემოკრატიულმა სამყარომ მიიღო გადაწყვეტილება ბიზინა ივანიშვილის გამამართლებელი. თუ ასე გადაკიდებული არის ბიზინა ივანიშვილზე, გარწმუნებთ რომ deep state-ი თქვენ ახსენებთ, ვის deep state-ი მიიღებდა გადაწყვეტილებას გამამტყუნებელს ბიზინა ივანიშვილისათვის, მაგრამ ასე არ არის რომ ეგრეთ წოდებული deep state-იცაც კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა. deep state-ი თუ ასეთი ძლევა მოსილია, მაშინ გარწმუნებთ რომ მოსამართლის მოგთამვას ასევე ლაპარაკობთ ან მოსამართლის მოსყიდვას, მოსამართლისთვის დავალებას რომ გამოიტანე გამამტყუნებელი განაჩენი, საბოლოო ჯამში წინ არაფერი ედგარ პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ მე პრინციპულად გეთანხმებით იმაში, რომ ბიზინა ივანიშვილის გამართლდა, აკი გითხარით რომ ეს მე-60-ე საკითხი ან თუნდაც პირველი, ანუ თანხმდებით იმაზე რომ ჯობოლუნგმა უმაღლესი მწვერვალია, თუ იცის ბატონმა ივანიშვილმა ცხადია ეს, თუ თავადაც ადასტურებს ამას, შესაძლოა არ ვიცი, შესაძლოა შხარა გონია, ხო არ ვიცი, მაგრამ თუ ობიექტურები ვიქნებით, ჯობოლუნგმა უმაღლესი მწვერვალია და ეს არის მე-60-ე საკითხი, რომელშიც თანხმდებით, რომ ბიზინა მართალი კაცია. ამ ამბავში ბიზინა მართალი კაცია, აკი სასამართლომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მეცაც გეტყვი, თუ არ ესაც ვიტყვი, უფრო მეცაც ვიტყვი. ამ შემთხვევაში მთავარი არა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ ბიზინა ივანიშვილის მიმართ წარმოებული უსამართლო ზეწოლა და შანტაჟი. აი ეს სიტყვა თავად უსამართლო ცოტა მზაფრავს, სიმართლე გითხრათ და სიტყვა შანტაჟის და ზეწოლა ეს სიტყვების მზაფრავს, მაგრამ მე გეტყვით სხვა რამეს, ანუ თქვენ ამტკიცებთ ალბათ ეს მთელი ეს ტექსტი ალბათ ამას ემსახურება. მთელი ეს ტექსტი ემსახურება ალბათ იმას, რომ რაც გინდა სანქციები დააწესონ, არაფერი შეიცვლება. აი ამას, რომ მეორე მხრივ ბიზინა ივანიშვილის და მისი ოჯახი ღიად ამბობს, რომ ამ აქტივობაზე ყაჩაღურად შეზღუდული ცნობის მიუხედავად აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასე საქველმოქმედო საქმიანობას და ასე შემდეგ. ლონდონის უზენაეს სასამართლოში მოგებული თანხა. ორი სახის აქტივი აქვს, ნახეთ რას ამბობთ თქვენ დაბოლოს მნიშვნელოვანი განმარტება ადგილობრივი ოპოზიციისა და მათი მედიის სიხარულზე არ მიხარი არც წინს ფაქტებს აღნიშნავ ობიექტური ჟურნალისტიკა და ასე შემდეგ. რომ თითქოს ახალი სანქციები დაუწესდება ბიზინა ივანიშვილს. ბიზინა ივანიშვილის საზღვარგარეთ აქვს ორი სახის აქტივი, ლონდონის უზენაეს სასამართლოში მოგებული თანხა, მეორე ოჯახის წევრების აქტივი შვეიცარიის ბანკ ჯულიუს ბაიერში. ორივე აქტივზე, როგორც ბატონ ივანიშვილს, ასევე ოჯახის წევრებს, სრულიად აქვთ წვდომა შეზღუდული, დიახ, წვდომა შეზღუდული აქვს ბიზინა ივანიშვილსაც და მისი ოჯახის წევრებსაც ეს უკვე დადასტურებული ფაქტია და მოლოდინი სამებრო და ეს მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ობიექტურ ადამიანს და მეც საკუთარ თავს მივიჩნევ ობიექტურ ადამიანად. თქვენ უნდა ჩაგერიცხოთ თანხა უკან, ანუ ამ ბანკში უნდა აისახოს და წვდომა უნდა ჰქონდეს ბატონ ივანიშვილს ან მისი ოჯახის წევრებს ამ თანხებზე, მაგრამ ასევე თლად ობიექტურობისთვის თუ ობიექტურად თუ იქნებით, ობიექტურობისთვის თუ დაგვნიშნოთ, რომ მართლაც ბატონ ივანიშვილს
არავინ მისცემს ამ წვდომას ამ ანგარიშებზე, ანუ ლონდონმა კი გაამართლა, მაგრამ მას მაინც ექნება შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე, ანუ არ ექნება გამოყენების შესაძლებლობა. რატომ? კითხვაც სწორედ ეს არის, რატომ არ ექნება? იმიტომ, რომ უსამართლოა სამყარო? არა, სწორედ იმიტომ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად სამყარო არის სამართლიანი, ნიშნს კი არ გიგებთ. სამყარო არის სამართლიანი. და აღნიშნავ რას გულისხმობ. პოლიტიკური, ფართო გაგებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ბიზინა ივანიშვილს მიუხედავად იმისა, რომ მოიგო ლონდონის სასამართლოც, არ მიეცეს შესაძლებლობა ანგარიშებზე წვდომისა, უკვე მიღებულია ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მიღებულია იმის გამო, რომ ბატონმა ივანიშვილმა ქვეყნის შიგნით, ანუ საქართველოში არღვია და არღვია მისი თავკაცობით არსებულმა ხელისუფლებამ, არღვია და არღვია ადამიანისუფლებები. იმიტომ რომ მან უღალატა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. იმიტომ რომ მან გაატარა კავკასიის ამ მნიშვნელოვან რეგიონში, კონკრეტულად საქართველოში, პრორუსული პოლიტიკა, რუსული პოლიტიკა. იმიტომ რომ ის გადასკუპდა თავადაც რუსულ ნავში, ეღრახანია და სუ იყო იქ და ქვეყანაც გადაასკუპა რუსულ ნავში. ამიტომ დასავლეთმა მთლიანად კოლექტიურმა, თუნდაც დაარქვით deep state, მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს ანგარიშები მან ვერ გამოიყენოს. სამწუხარო ამბავია. თქვენს ამას ამბობთ პრინციპში, რომ მე გეთანხმებით, რომ ეს არის გადაწყვეტილება. უბრალოდ თქვენ ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებთ და აი აქ ვწდებით ერთმანეთს, აქ მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მე უწოდებ ამ გადაწყვეტილებას სამართლიან გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ დასავლეთი ასე ხელის აღებით კი არ ადანაშაულებს ბიზინა ივანიშვილს, არამედ მას აქვს მტკიცებულებები იმის თაობაზე, როგორ უღალატა ივანიშვილმა ქვეყანას, მის დასავლურ კურსს, ქართულ საზოგადოებას, ქართული საზოგადოების სახელმწიფოს წარსულს, აწყულს და მომავალს და როგორ ისკუპა თავად რუსულ ნავში და ქვეყანაც გადაიყოლა რუსულ ნავში, რუსულ სახელმწიფოსთან, გააერთია და პრაქტიკულად გუბერნიად აქცია საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო. ეს არის საფუძველთა საფუძველი. გარდა ამისა, ბიზინა ივანიშვილის საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისაგან თავის არიდებაში, თავდაღწევაში და ამის უმამრავი მადასტურებელი ამბავი არსებობს. არც ერთ კონკრეტულ ამბავში შეიძლება უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი ან მისი ოჯახის წევრები გარეულნი ესე ღიად არ არიან, მაგრამ მან შექმნა გარემო, მან შექმნა სახელმწიფო იმგვარი, რომლის შედეგადაც მისი ჩინოვნიკები, ან არა ჩინოვნიკები, მაგრამ გავლენიანი პირები, რუსეთს ხელს უწყობენ სანქციებისაგან თავის არიდებაში, უფრო ზუსტად რუსეთში შედის პირდაპირ თუ ირიბად იმგვარი პროდუქცია, რომელიც რუსეთს სასიცოცხლოდ ჭირდება და უბრალოდ ვერ შედის დასავლეთის ქვეყნებიდან, იმდენად რამდენადაც სანქციების ქვეშ არის დასავლეთის მხრიდან რუსეთის ფედერაცია, როგორც ომის მწარმოებელი, ტერორიზმის სპონსორი, ხელშემწყობი, ბავშვების გამტაცებელი და უკრაინაში სისხლიანი კალოების დამტრიალებელი ქვეყანა და მისი ხელისუფლება შესაბამისად. ამიტომ მე პრინციპულად ვეთანხმები ბატონ ადვოკატს, რომ ბიზინა ივანიშვილი ვერ მიიღებს ამ საკითხებს. ერთ-ერთი საფუძველი, ბარემ ვიტყვი, არის ის, რომ ბიზინა ივანიშვილი არანაირ კონტაქტი არ აქვს მას დასავლეთთან და მას დასავლეთს ის ბიზინა ივანიშვილი არ ელაპარაკება საკუთარ უდანაშაულობაზე. მეტიც მისი წარმომადგენლები, ცხადია მასთან შეთანხმებით და ნებართვით, ყოველ 50 სიტყვაში 47-ს ამბობენ, სულ 50 სიტყვას ამბობენ დღის განმავლობაში და 47 არის დასავლეთის მადისკრედიტირებელი, ანუ მაგინებელი. აგინებენ დასავლეთს. ყველა უკლებლივ დასავლეთში ვის გადაწყვეტილების მიმღებია, ხვდება რომ უკლებლივ ყველა დეპუტატის უკან, ვინც სისულელეებს როშავს დასავლეთზე და ტყუილებს როშავს დასავლეთზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ევროპაზე და ასე შემდეგ კონკრეტულ პირებზე. ამ ყველა პირის უკან პირდაპირ ირიბად არის ბიზინა ივანიშვილი. მან შექმნა, აქ იგითხარით, გარემო, რომლის შედეგადაც დეპუტატი ვინმე, ზარქუა მაგალითად, თავისუფლებას აძლევს, რომ ჩათლახი უწოდოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს. მე კი ამბობს, რომ ხუმრობით თქვიო. ან დეპუტატი პაპულაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარეა ეს კაცი, თავმჯდომარედ წოდებული, ილაპარაკოს, რომ დასავლეთი ბრიუსელი იმაზე უარესია, ვიდრე იყო ოდესღაც მოსკოვი. ან ვინმე
არა დეპუტატმა ზაზაშათირიშვილმა, მაგრამ ბიზნეს ივანიშვილის ერთ-ერთმა იდეოლოგმა ილაპარაკოს, რომ პრეზიდენტი ტრამპი არის ასევე deep state-ის მიერ მართული პირი, ოლიგარქი. ან ვინმე სხვა რა მნიშვნელობა აქვს ილაპარაკოს იმაზე, რომ ეხლა უცნაურ სიტყვას ვიტყვი, რომ ჩინეთის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოში პრაქტიკულად ასივე, არა, სხვანაირად ვიტყვი, 50%-ით, ხოლო მეორე 50%-ით უნდა იყოს გათვალისწინებული ბროტების მეორე ღერძისა, რუსეთისა და დასავლეთს 1% არ უნდა კონდეს ამ სივრცეში, რომელიც ესოდენ სტრატეგიულია დასავლეთისთვის ზოგადად და კონკრეტულად შეერთებული შტატებისთვის, თუნდაც შავი ზღვის კონტექსტში. ამიტომ მე გეთანხმებით, რომ არ მახსოვს თუ არ ვწდები 800 მილიონზეა საუბარი, 800 მილიონ დოლარის ეკვივალენტს თუ დოლარს თუ ევროს ბიზნეს ივანიშვილი ვერ მიიღებს. და უკლებლივ ყველაფერი, რასაც ამბობს პატივცემული ადვოკატი ცოტა კლინობით ფორმაში, რომ მოიხსენიებ ხოლმე მას, ეს არის გვარად თემიკო ციქვაძე, რასაც ამბობს, ეს არის მართალი. პირველად, არ ვიცი, შეიძლება მეშვიდეთ, მე ბატონ ივანიშვილს ვეთანხმები და მის ადვოკატს შესაბამისად ვეთანხმები. დასავლეთი ასეთი კაცრია. ერთადერთი რაშიც არ ვეთანხმები, ისინი ამბობენ, რომ დასავლეთი არის უსამართლო, მე კი გეუბნებით, რომ სამართლიანია. უსამართლო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მართალი იქნებოდით, ბატონო ივანიშვილო, თქვენ, ნამდვილად მართალი და ლონდონის სასამართლო თქვენ გაგამტყუნებდეთ. მაგრამ ლონდონის სასამართლომ პირიქით ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც პრინციპში მე არ უნდა მომწონებოდა ასე მაგალითად მე და სხვებს თქვენს კრიტიკოსებს, მაგრამ მიიღო ჩემთვის მაზიანებელი გადაწყვეტილება, ამიტომ ამ ნაწილში მე ვერც თქვენ და ვერც ლონდონის სასამართლოს მათ კომპეტენტურ პირებს ვერ მივედავები კვლავ ვიმეორებ, თქვენ მართალი ყოფილხართ ამ კრედიტ სუისთან და კიდე მეორე ბანკთან დავის პროცესში. ვაღიარებ ამას, არაფერი პრობლემა არ არის. ისევე როგორც მეც მართალი ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თქვენ როგორც პრორუსსა კი არა რუსს ჩამოგერთვათ არა უკაცრავად, გაგეყინოთ და არ გქონდეთ წვდომა ანგარიშებზე, რომლებზეც არის თქვენი კუთვნილი თანხა, ხაზს უსვამ. ხა მე აღარ ჩავდივარ იმასში, როგორ იშოვეთ ეს თანხა 90-იანი წლები, უამრავი რაღაცა რუსეთი, მოსკოვი, ბანდიტიზმი, მკვლელობები, მკვლელობებს თქვენ არ გაბრალებთ, მოდის ვიხდი არაბახლა მტკიცებულება. ხო მოგეთ რაღაც დიდი ამბები რო იყო, ხო? მოსკოვში და ოლიგარქიატი რო ყალიბდებოდა და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით არ ჩავდივარ, არ ვუკირკიტებ ცხადია, არა, იშოვეთ როგორც იშოვეთ, გაქვთ რაც გაქვთ, გეკუთვნით რაც გეკუთვნით, ეხლა ინსინუაციები რომ ეს არის ოფშაკის ფული, პუტინი აკონტროლებს ამ ყველაფერს, ესენი გავიგე, არ მივდივარ შორს, თქვენი ფულია ჩავთვალოთ, იმასაც გეტყვით, რომ ქველმოქმედებად წოდებული, რომელსაც მე მოსყიდვას ვუწოდებ, საზოგადოებისა წლების განმავლობაში აწარმოებდით და მე არ ვიცი ზუსტი რიცხვი ცხადია, მაგრამ თქვენ გეყრდობით და თქვენს კანტორებს და ისინი ამბობენ, თუ არ ვწდები, 3 მილიარდზე მეტი აქვს გაღებული ქველმოქმედების სახითო, ბატონ ივანიშვილსო და ასე შემდეგ. მოდიში ერთხა გამახსენდა ბატონ თემო ციქვაძესთან დაკავშირებით, თემურიკო ციქვაძესთან ერთგან წაკითხული მაგა ხო არ მეშლება მაყურებელს მიმართავ პრინციპში, თუ არ ვწდები ადვოკატს ან ვინმეს, თუ არ შესაძლოა ქართულ ჯგუფს, ნათქვამი აქვს, რომ დაუბრუნეთ ბიზნეს ივანიშვილს თანხა და იმავე თანხას, რასაც დაუბრუნეთ, ანუ 800 მილიონია რამდენიც მე ვხვდები, გადარიცხავს ნებისმიერ ანგარიშზე, რასაც იტყვის deep state. Deep state, ну, ამათეული გაგებით deep state დასავლეთ. ხო არ მეშლება, ხო ესა აქვს ნათქვამი, თუ ეს ასეა, მაშინ თეორიულად დაუშვათ, აი ბატონ თემურს ვკითხოთ ციქვაძეს. თეორიულად დაუშვათ, რომ ლონდონი ეს ძალაში არის, ანუ ეს კვლავ ამ სიტყვას ინარჩუნებს ბატონ ივანიშვილი, კვლავ მისდევს ამ სიტყვას, კვლავ მისდევს ამ პრინციპს, თუ ამავე ჭკუაზეა. და კითხვას დავსვავ ესე ჰაერში გავისვრი. თეორიულად რო წარმოვიდგინოთ, რომ deep state-ი უბრუნებს ბატონ ივანიშვილს თანხას 800 მილიონს. ასე წარმოვიდგინოთ ერთზამს. იმიტომ რომ ლონდონმა გადაწყვიტა, ლონდონის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას ეკუთვნის ეს 800 მილიონი. ამ შემთხვევაში და მე ოღონდ პირობა არის ამგვარი, რომ ბატონმა ივანიშვილმა თანხა უნდა გადარიცხოს უკრაინის რომელიმე ფონდში, მაგალითად იარაღის შესყიდვისათვის ან აღდგენის ფონდში თუნდაც. და იქ უამრავი რამდენიმე ფონდია პრინციპულად მნიშვნელოვანი უკრაინისათვის. ბატონ თემურს ვკითხავ, არა მაქვს ტელეფონი, თორე მართლა დაურეკავდი.
გადარიცხავს თუ არა ბატონი ივანიშვილი ამ თანხას უკრაინის აღდგენის ფონდში. 800 მილიონია, თითქმის მილიარდი. უკრაინას ჭირდება ყოველი 100 მილიონი, 50, 10 მილიონი. მნიშვნელოვანია მისთვის 100 მილიონი, 200 მილიონი. თუ 10ჯერ 100 მილიონი, უკაცრავად 8ჯერ 100 მილიონი. ხო, გადარიცხავს თუ არა. ცხადი ამ კითხვაზე არის, მე მაქვს უარყოფითი პასუხი. ესეც მისმა გუნდმა, მისმა ჯგუფმა იმისთვის პიარისთვის გამოიყენა, პიარისთვის წარმოთქვა, რომ მიზიდა ივანიშვილი მზად არის, რომ გადარიცხოს ნებისმიერი თანხა თუ სასამართლოების შემდეგ და კი ჩატარდა დღეს სასამართლო და გაამართლა ბატონი ივანიშვილი, თუ ნებისმიერ თანხას გაიმარჯვებს სასამართლოში და მას თანხას დაუბრუნებენ. აერჩი ვისვრი მე ამ მეცნებართვით მე თემო წიქვაზე დავსერჩავ თუ არის friend request-საც გაუგზავნე, არა მგონია სიმართლე თქვათ, მაგრამ რაღაც თემო წიქვაზეს მივაგენი. ეს არა მგონია რომ იყოს. აგე ეს არის, აგე add friend. გაუგზავნეთ მეგობრობის თხოვნა და მისა კითხავთ. ანუ რომ ვკითხავ ამას გაჩვენებთ. ბატონო თემურ მეგობრობის თხოვნასთან არ დაეთანხმე ამანამდე ალბათ ვერ ნახავს, მაგრამ თეორიულად მაინც იყოს. თემურ გამარჯობა, მოდი ესე დავიწყოთ და თეორიულად რო ნახავს, თუ ნახავს, ხო? ჯობა. რო გაუგზავნეთ, თქვენთან თანდასწრებით გავაკეთებ ამას. ამას უნდა დავაჭირო, ხო? უყურეთ. გაგზავნილია, ხო გაგზავნილია, დიახ, გაგზავნილია, მისულია და მიუვიდა და არა მგონია რომ ნახოს გულახდილად გეტყვით, მაგრამ თუ ნახავს გამომეხმაურება ამ კითხვას დამას მევინებს, ამ კითხვაზე მიპასუხებს, ცხადია, ან რომ არ მიპასუხოს, მე კითხვას დავსვამ გამოხმაურების შემთხვევაში და ვკითხავ. ეს ხება ღია კითხვა. მეტი რა ვთქვა. აკი გეუბნებით ბატონ თემურ. მართალი ვისკის მოყვარულთა კლუბის წევრი ყოფილა ბატონი თემური. მოდი ნახოთ რა აზიარებს და მე დავენებოთ თავი. არაჩვეულებრივი ოჯახი ცხადი არ გაჩვენებთ, თუმცა რომ არასრულწლოვანი ბავშვები არიან, ის სტატუსი 50 წუთის წინ დაწერილი ბიზნა ივანიშვილზე, 4 დღის წინ დაწერილი ასე ბიზნა ივანიშვილზე, 27 ოქტომბერს სუსარგოდებას ვაცნობ 25-ის ნიუ-იორკ ტაიმსში დაიბეჭდა გიორგი ბაჩიაშვილის და ასე შემდეგ, ეს მათი დავა, ბაჩიაშვილი, ივანიშვილი და ასე შემდეგ. არაფერი საკუთარი მხოლოდ როგორც ადვოკატი, როგორც მეხვდები, არ აქვს. cover photo აქვს საშუალო ბავშვების და მეუღლისა. ასე შემდეგ. დიდი აქტივობით ეს კაცი არ გამოირჩევა, არა აქვს როგორც ჩანს დიდი ხანია, დიდი ხნის განმავლობაში, დიდი ხანია არხს დიდა Facebook-ს, პროფაილს, ახლა ხან გახსნა. ბევრი არც არაფერი არ გამოუქვეყნებია. არა, უკაცრავად 13 თებერვალს გაუხსნია, მაგრამ ამ 13 თებერვლის შემდეგ რა ნერვი გაქვს ბატონ თემურ, სულ რაღაც 6-7 პოსტი აქვს გამოქვეყნებული, ან დანარჩენი უბრალოდ წაშალა. Cancel request. ბატონ თემურს ეს არ უნახავს წარმატებას ისურვებთ.